სტატისტიკურად 1200 ადამიანს ვკარგავთ დღეში. დანაკარგზე ლაპარაკობ? ძირითადად დაჭრილები. მართლა 1200 დღეში? სროლები არ არის. ძირითადად დრონები მუშაობენ. მოკლული რამდენია? სადღაც 5%. დღეში მინუს 1200 ადამიანი და აქედან 60 მოკლული. დანაკარგი, რასაც რუსეთი განიცდის მხოლოდ კურსკის მიმართულებაზე, იქ სადაც უკრაინული არმია უკან იხევს და ამ ფონზე მათი მხედართ თავარი. He went to his local church. როდესაც პრეზიდენტს ესროლეს, პუტინი ადგილობრივ ეკლესიაში წავიდა, შეხვდა თავის მღვდელს და ილოცა პრეზიდენტისთვის. პუტინი მასთან მეგობრობს და ის თავის მეგობარზე ლოცულობდა. He was praying for his friend. ბუჩას ხოცვა-ჟლეტვის მომწყობი, მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვაზე ხელის მომწერი, უკრაინელი ბავშვების გამტაცებელი და მარტივად ომის დამნაშავე რომ შენი მეგობარია, არც ისე საამაყოა, მაგრამ ამ ინტერვიუში ტრამპის წარმომადგენელმა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში კიდევ იმდენი სუბოქად რომ ვთქვათ, აბსურდი თქვა, რომ ეს რა მოსატანია. I think the largest issue in that conflict are the ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ამ კონფლიქტში არის ეს 4 რეგიონი: დონბასი, ყირიმი, ლუჰანსკი და კიდევ 2-ია. ისინი რუსულად ლაპარაკობენ. იქ ჩატარდა რეფერენდუმი და იქ უმრავლესობამ თქვა, რომ უნდათ რუსეთი. ვფიქრობ, ეს არის კონფლიქტის ძირითადი პრობლემა. ეს რომ მოგვარდება და ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური საუბარი ამ მიმართულებით. I think that's the key issue in the conflict. ფაქტია, რომ იმას, რასაც ახლა რუსეთი აკონტროლებს და რუსული პერსპექტივიდან ეს მათი ტერიტორიაა. კი ასეა და ეს მუდმივად იყო პრობლემა, რომელზეც არავინ ლაპარაკობდა. ესაა სპილო ოთახში. უკრაინელებს კონსტიტუციური პრობლემა აქვთ, რომ დაკარგონ ტერიტორიები. რუსები დე-ფაქტო აკონტროლებენ ამ ტერიტორიებს. კითხვა იმაშია, მსოფლიო აღიარებს, რომ ეს რუსეთის ტერიტორიაა. ზელენსკი პოლიტიკურად გადარჩება ამას თუ აღიარებს? აი ეს არის კონფლიქტის აბსოლუტური პრობლემა. Will the world acknowledge that those are ამბობს კაცი, რომელიც პუტინმა 8 საათი ალოდინა სანამ შეხვდებოდა. შეუძლებელია საქმეში გაცნობიერებული ადამიანი იმას ფიქრობდე, რასაც ვიტკოფი ამ ინტერვიუში ამბობს. ზელენსკი ძალიან მკაფიო და ცალსახაა, როცა საქმე ტერიტორიებს ეხება. რაც შეეხება ტერიტორიებს, მსმენია ასეთი საკითხის დაყენების შესახებ. ახლა დღის წესრიგში დგას ცეცხლის შეწყვეტა, სიმშვიდე ცაში, ზღვაზე და ხმელეთზე. ახლა ყველა ამ საკითხზე ველოდებით რუსეთის პასუხს. ტერიტორიები კი ჩვენთვის წითელი ხაზია. რუსეთის სასარგებლოდ მათ აღიარებას არ მივიღებთ. ამის ფონზე ყველაფერი, რაზეც აქცენტი გააკეთა ტრამპის წარმომადგენელმა, მხოლოდ პუტინის პროპაგანდაა და დიდი ალბათობით ამერიკის ადმინისტრაციის ისევ მსუბუქად რომ თქვათ, უცნაური პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას ემსახურება. ამ პოლიტიკას შეგვიძლია თამამად უწოდოთ მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდი. უცნაური კი ისაა, რომ მათრახი მხოლოდ უკრაინისთვის აქვთ, თაფლაკვერა კი პუტინისთვის. თუმცა ამავე ინტერვიუში ისიც ითქვა, შეთანხმება ისეთი უნდა იყოს უკრაინისთვის მისაღები რომ იყოსო. Мы сейчас наблюдаем дипломатическую войну на истощение. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ დიპლომატიურ ომს გამოფიტვაზე. ტრამპმა დაიწყო როგორც პუტინმა ბლიცკრიგით თავდასხმას ზეწოლა და მაშინ ის აფეთქდა. ოვალური კაბინეტის შემთხვევა შეგვიძლია შევადაროთ კიევის მისადგომებიდან რუსულ გაქცევას და ახლა აგრძელებს ომს გამოფიტვაზე. ზელენსკი ცალსახად ამბობს, ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, ესაა ტერიტორიები, ესა ისა და ასე შემდეგ. პუნქტება დაყალიბებს. ტრამპი ამბობს კი და მერე თავს აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არ გაუგია და აგრძელებს თავის პოლიტიკას. То есть всё по пунктам. Трамп говорит ага и делает вид, что он этого не слышал. და თუკი ეს დიპლომატიური ომია გამოფიტვაზე, მაშინ საუდის არაბეთის მოლაპარაკებები სწორედ მისი შემადგენელი ნაწილია. Our technical teams are going to be meeting in Jeddah. ტექნიკური ჯგუფი ორშაბათიდან ჯედაში შეხვდებიან ერთმანეთს და იქ დეტალები უნდა შეთანხმდეს. სწორედ ეს ფრაზა უნდა მივიჩნიოთ მთელი იმ შინაარსის ამომავალ წერტილად, რაც ვიტკოფმა ამ ინტერვიუში გააჟღერა. რასიზამს ტრამპი ამაზე პროგნოზების გაკეთება, რომ აზრს არის მოკლებული, ეს ბევრჯერ დამტკიცდა. ისევე როგორც პუტინის დამოკიდებულება მთელი პროცესის და მათ შორის ტრამპის მიმართ.
И Путин позволял себе откровенно издеваться. გახსოვთ ფიონა ჰილი ტრამპის მრჩეველი რომ იყო, რას ყვებოდა პუტინის და ტრამპის დიალოგებში. პუტინი რუსულად ლაპარაკობდა. პუტინი თავს უფლებას აძლევდა, ღიად დაეცინა და კალამბურებით ელაპარაკა. თარჯიმანი კი ყველაფერს ალამაზებდა და დიპლომატიური დიალოგის ჩარჩოში აბრუნებდა. კონკრეტული მაგალითიც კი გაიხსენა, როცა პუტინმა თქვა, ჩვენ გვექნება ჰიპერბგერითი რაკეტები და ტრამპი ამბობს, ვა, რა მაგარია, მეც მინდა. პუტინი უყურებს და ეუბნება, კი მივიღებ. თარჯიმანმა გადათარგმნა როგორც საქმიანი წინადადება. ტრამპი კი ვერც მიხვდა, რომ უბრალოდ დასცინა. И Трамп даже не понял, что он над ним просто поиздевался. სანამ ტრამპი ვერ ან არ ხვდება, რომ პუტინი მას დასცინის, სულ უფრო ცხადი ხდება. სამშვიდობო პერსპექტივა ისეთივე ბუნდოვანია, როგორიც მის გაპრეზიდენტებამდე იყო. საუდის არაბეთში ამერიკელებსა და რუსებს შორის შეხვედრა არ იქნება შეხვედრა რუბიოს და ლავროვს შორის. ეს იქნება შეხვედრა ტექნიკურ ჯგუფებს შორის. და ეს კიდევ დასტურია, რომ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებას მინიმუმ საგარეო საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო მდივნის დონე სჭირდება. მესამე მოადგილის მთავარი მრჩეველი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ვერ მიიღებს, ყველაფერი ხანგრძლივ სტილში მიდის. დაუსრულებელი კონსულტაციების საუბრები, პროგრესი. ჩვენ ვახლოვდებით მშვიდობას, აი ძალიან მივახლოვდით. И так далее. ჯედაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხოლ გაიმართება, რაც ამ დროისთვის ვიცით, არის ის, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე დაიდება შეთანხმების ტექსტი შავ ზღვაში ურთიერთ თავდასხმების შეწყვეტის შესახებ და ის ყბადაღებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა. ასევე ვიცით, რომ რუსებთან შეხვედრამდე ამერიკელები უკრაინელებს შეხვდებიან. სანამ შედეგები გახდება ცნობილი, მოვისმინოთ კიდევ ერთი მოსაზრება მთელს ამ პროცესზე უკრაინიდან. И они бы хотели превратить этот процесс мира в процесс капитуляции Украины, а у них не получается. მათ ენდომებოდათ სამშვიდობო პროცესი გადაექციათ უკრაინის კაპიტულაციის პროცესში და ეს არ გამოსდით. ესაა აქ მთავარი. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, მათ შორის ტრამპიც, რომ უბრალოდ აიძულებდნენ უკრაინას კაპიტულაციას და ევროპა ამას დათანხმდებოდა. ეს რომ ყველასთვის კატასტროფა იქნებოდა, მათ შორის ევროპისთვის, ისინი ამას ვერ აცნობიერებენ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ აცნობიერებენ, როგორც არ უნდა მოინდომოს ტრამპის ადმინისტრაცია, მას ძალიან გაუჭირდება უკრაინას აიძულოს კაპიტულაცია. ტრამპს კი სურს ნებისმიერ ფასად მიაღწიოს მშვიდობა, თუმცა სწორედ ამერიკული ინტერესების გამო ის ვერ შეძლებს გაურეგდეს პუტინს. Если бы они могли отключить разведывательные данные, они бы их отключили. მათ რომ შეეძლოთ გათიშონ სადაზვერვო მონაცემების გაზიარება, ამას გააკეთებდნენ. იმიტომ კი არ აღგვიდგინეს, რომ უკრაინა რამე დათმობაზე წავიდა. უკრაინა არანაირ დათმობაზე არ წასულა. იმიტომ აღგვიდგინეს, რომ ამერიკული სამხედრო წარმოების ჩამოშლას გამოიწვევდა. სამხედრო დახმარების შეწყვეტა არ შეუძლიათ, მათ მხოლოდ მისი დროებით, გარკვეული პერიოდით დაპაუზება შეუძლიათ, რადგან ეს დახმარება კონგრესის დამტკიცებულია. არსებობს კონკრეტული კონტრაქტები უკრაინას შეუძლია სასამართლოში წასვლა. თვითონ წარმოებლები წავლენ სასამართლოში, მას რომ შეეძლოს შეეჩერებდა, მაგრამ არ შეუძლია. ამის პარალელურად უკრაინა ითვისებს, რაც დარჩა ბაიდენის დახმარებიდან და დროს იგებს, რომ ევროპაში გამოცოცხლებული პროცესი სიტუაციას დაეციოს. ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით ამ კატასტროფას ევროპაში რომ აცნობიერებენ, ამას ყოველდღიურად ვხედავთ. შესაბამისად, ახლა აქტიურად დაიწყეს ზრუნვა მეორე მსოფლიო ომის მერე დამდგარი წესრიგის გადახედვაზე და ავტონომიური ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის აგებაზე. It's a plan that has 4 clear principles. ჩვენ გეგმას აქვს 4 ნათელი პრინციპი. პირველი, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო დახმარება, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე. ამ გზაზე ჩვენ ვაორმაგებთ ჩვენ სამხედრო დახმარებას. წელს უკვე რეკორდული მაჩვენებელია, რაც აქამდე გაგვიკეთებია, მაგრამ ამასთან უკვე შეთანხმდა, რომ უკრაინას გადავცემთ 2.2 მილიარდ ფუნტს, მაგრამ ეს არ გაიცემა ბრიტანელი გადასახადების გადამხდელების ფულიდან, არამედ გაყინული რუსული აქტივების მოგებიდან. მეორე, ნებისმიერი განგრძობადი მშვიდობა უნდა დაეფუძნოს უკრაინის სუვერენიტეტის გარანტიებს. უკრაინა უნდა იჯდეს მაგიდასთან, სადაც მის მომავალზე ილაპარაკებენ და ეს აბსოლუტურად უდავოა. მესამე, მოლაპარაკებების პარალელურად დაცული უნდა იყოს უკრაინის უსაფრთხოება და ბოლო, მეოთხე, შევქმნათ ნების კოალიცია, რომელიც მზად იქნება დაიცვას შეთანხმება, რომელიც მიიღწევა. ეს იქნება მშვიდობის გარანტია.
ჩვენ ვიცით რუსეთის სიტყვის ფასი და არ უნდა ვაჩვენოთ სისუსტე. ამიტომაც ნების კოალიცია, რომლის ლიდერი ბრიტანეთი იქნება, უზრუნველყოფს ჯარებს ხმელეთზე და თვითმფრინავებს ძაში. ready to defend a deal in Ukraine. ასე შეაჯამა ბრიტანეთის პრემიერმა მისი გადადგმული ნაბიჯები პარლამენტის წინ სიტყვის გამოსვლისას. მანამდე კი ესტონეთში განთავსებულ ბრიტანულ კონტინგენტს ეწვია. ტანკზე ამხედრებული პრინცი არა მხოლოდ ლამაზი ვიზუალია, არამედ ხაზს უსვამს ვითარების სერიოზულობას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას აგრესიული ომის პირისპირ, რადგან ვიცით ჩვენი ისტორიიდან და ჩვენი გეოგრაფიიდან თუ რას ნიშნავს იყო ოკუპირებული. ამ წუთიდან ლუქსეის პილოტები ერთგულად იმსახურებენ ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად. ემანუელ მაკრონი კი სამხედრო გარემოცვაში სულ უფრო ხშირად ჩნდება და მუდმივად ადასტურებს მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ბირთვული არსენალი ბრიტანეთთან და გერმანიასთან ერთად საერთო ევროპულ ბირთვულ ქოლგას მოახმაროს. Es ist die klare Botschaft an unsere Partner und Freunde. ეს ჩვენი მეგობრებისთვის და პარტნიორებისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი თავისუფლების ტრებისთვის ნათელი გზავნილია. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი თავი და მოვემზადოთ ამისთვის. ჩვენი კონტინენტის დასაცავად გამოვყოფთ შესაბამის ფინანსებს. ჩვენ ევროპა და ნატო მომდინარე კვირებში მნიშვნელოვან მოვლენებს ვადევნებთ თვალყურს, ასე რომ გერმანია დაბრუნდა. კანცლერად დამტკიცებამდე კი ფრიდრიხ მერცი სამხედრო ბიუჯეტის ზრდაზე არ მხოლოდ ლაპარაკობს, არამედ უკვე მიაღწია შიდა გერმანულ შეთანხმებას, რომ 500 მილიარდ ევროს დახარჯავს სწორედ სამხედრო მიზნებისთვის. სულ უფრო ხშირად ჩანს გერმანულ არხებზე სწორედ სამხედრო მრეწველობის კადრები და კიდევ ერთხელ ეს მხოლოდ კადრები არაა. ეს ვითარების სერიოზულობის დამადასტურებელი ფაქტებია. პარალელურად პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები რუსეთთან სასაზღვრო ზონის განაღმვის გადაწყვეტილებას იღებენ. Russia has put its economy on a war footing. რუსეთი თავისი ეკონომიკის 40%-ს ხარჯავს სამხედრო მიზნებისთვის და ის ემზადება სავარაუდო და უფრო დიდი კონფლიქტისთვის. ამიტომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მშვიდობის დივიდენდების მიღება და უნდა გადავიარაღდეთ და ახლა ევროკავშირი ზუსტად ამას აკეთებს. შესაძლოა მისი სურვილი იყოს დანარჩენ ევროპაზე თავდასხმა, მაგრამ ეს ამ ეტაპზე ვარაუდია. მას ახლა სურს მთლიანი უკრაინა. ის უარყოფს უკრაინის უფლებას იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს კლასიკური კოლონიალისტური ნარატივია, რომელსაც ის მიყვება. თუ კი მიიტაცებს უკრაინის რესურსებს, როგორც ინდუსტრიულს, ისე სამხედროს, რომელიც დღეს ევროპაში ყველაზე დიდი არმიაა, ვინ იცის რა მოხდება? კი, სიგიჟე იქნება, მაგრამ უკრაინაში შეჭრაც არ იყო გონივრული. ნატოს არ უნდა ომი. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და ეს პუტინმა იცის. მან გაიყვანა ჯარები კალინინგრადიდან, რომელიც პოლონეთს და ლიეტუვას ესაზღვრება და ასევე ჩახსნა ძალები ფინეთის საზღვრიდან. ასე რომ მან იცის, რომ ჩვენ თავს არ დავესხმებით. როცა ევროპა საკუთარ უსაფრთხოებას პირდაპირ უკავშირებს უკრაინას და აგრძელებს სამხედრო თუ ფინანსურ დახმარებას, თვითონ უკრაინასაც საკმაოდ კარგი შედეგები აქვს საკუთარი სამხედრო წარმოების. უპილოტო ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ისინი საკუთარი წარმოების თვითმავალი артиლერიის რეკორდებზე გავიდნენ. მალე თვეში 2 S-22 ბოჰდანის ტიპის 40 მანქანას დაამზადებენ. ასევე კურსკიდან გამოსვლის პარალელურად ვრცელდება ცნობები ბელგოროდში, რუსეთის კიდევ ერთ ოლქში წამოწყებული შეჭრის შესახებ. ტრამპის თმენის პოლიტიკის მოლოდინში ევროპაში შეუქცევადი გაძლიერების პოლიტიკა დაიწყო. სულ უფრო აქტუალური ხდება ახალი ალიანსების და კავშირების შექმნის იდეა. პარალელურად სულ უფრო ახლოვდება ისტორიული შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც მხოლოდ კავკასიის რეგიონულ მნიშვნელობას კი არ შეცვლის, ახალ შესაძლებლობებს გახსნის ევროპის ენერგო თუ ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. აი ასეთ დროს კი ქართული ოცნება ისევ შავკატას ეძებს ბნელ ოთახში, თან მაშინ როცა ის იქ არაა და კვლავ ჩარჩენილია გლობალური ომის პარტიის deep state-ით რებრენდინგის პოლიტიკაში. ჩვენი საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის
ტესტი Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. Deep State-ის დამარცხების ნიშნები ელემენტარული მაინც გაჩნდება პირველ რიგში ქართველები და ჩვენი ქვეყანა იგნოს სამასაკუთრებელ თავზე და საერთაშორისო საზოგადოებაც კარგად დაინახავს ამას. სანამ ივანიშვილი და მისი ხელისბიჭები ქვეყანას სრულ იზოლაციაში მოაქცევენ, ისევ ტრამპს და ამერიკას დაუბრუნდათ. რადგან ისტორია მუდმივად მეორდება და არც მითებია, უბრალოდ ზღაპრები, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკა აქილევსია. ოღონდ იმ პერიოდის, როდესაც დედა თეთისმა ბედისწერის შესაცვლად მას გოგოს ფორმა გადააცვა და ბრძოლიდან თავის ასარიდებლად სკიროსზე გადამალა. ვინ აღმოჩნდება ოდისევსი და რა გახდება ხმალი, რომელიც აქილევსს ბრძოლაში დააბრუნებს, ამას რო გვიჩვენებს. ტრამპი კი იმედია მალე ხვდება, რომ ომს აქაველები მაინც მოიგებდნენ. ოღონდ რომ არა აქილევსის აგამემნონთან დაპირისპირება და თეთისის ხოხმანი ნაკლები დანაკარგებით.